ძალიან მოგესალმებით, ძალიან რთულდება ვითარება, აშკარად ჩანს რომ ირანის რეჟიმი არაპირებს უკანთახებას, ამ ეტაპზე მაინც ასე ჩანს. უნდა ვიცოდეთ რომ ირანის საზოგადოება ძალიან ღრმა და სტრუქტურირებულია. განსხვავებით ერაყისგან, სადაც სამი დიდი ურთიერთგამომრიცხავი დაჯგუფება არსებობდა. ეს იყვნენ იყვნენ არიან შიიტები, სუნიტები და ქურთები. ირანში ესე არა, ირანში ერთი დიდი ნაციაა, სადაც ამ ნაციის ნაწილი პროტესტს გამოხატავს. მაგალითად, თუ იმას იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანელები დაუპირისპირდებიან სპარსელებს, თქვა დანაშინ ერებს, აღყარია, იმიტომ რომ თვითონ მართავენ ქვეყანას ხშირ შემთხვევაში და ნაციის ნაწილნი არიან. ვიღაც არიან აზერბაიჯანელები, ვინც ეწინააღმდეგა, ვიღაც ძირითადი ნაწილი არ ეწინააღმდეგება. ანუ უამრავი ვარიანტებია, მაგრამ ფაქტია, რომ ირანელები არიან ერთი დიდი ნაცია და ამ ნაციის ნაწილი, როგორც ჩვენ ქართველები, ხო, ძალიან დიდი ნაცია, როგორ ნაცია ვართ, სადაც ჩვენი ქართველების საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეწინააღმდეგება, ქვია, რეჟიმს, მაგრამ ჩვენ არ ვართ რაღაც განსხვავებული ტიპის ადამიანები, ვინც ვებრძვით, არა? ამ ნაციის ნაწილი ვართ. დაახლოებით ეს მომენტი არის განსხვავებული სხვა აღმოსავლური ქვეყნებიდან ირანში და შესაძლოა იქ არის ბევრი სტრუქტურირებული სიტუაცია, მაგალითად, რელიგიური მიმდინარეობა ძალიან ძლიერი და რთული. ირანის პრობლემა არის ის, რომ უნიკალური და საზარელი ექსპერიმენტი ჩაატერა აიატოლა ხომეინიმ თავის ძოზე 69 წელს. მან პირველად მრავალსაუკუნოვან სახელმწიფო ისტორიაში ირანში შექმნა სასულიერო პირების მმართველობა, რაც ზღაპარი აბსურდულია. ყოველ შახები მართავდნენ ირანს საუკუნეების განმავლობაში და ჩვენ საქართველოს არაერთხელ გვიწვნია ეს ყველაფერი კარგად იცი, ჩვენს ხელზე გაგვიცნია ყველაფერი და აი სულ რაღაც 70-80 წლიანი მოყოლებული ტარდება ეს ექსპერიმენტი. სულ ორადორი ყავდათ იმამი, ყავდა ახლა ამ შემთხვევაში ანუ ორადორი თუ შეიძლება იმამიც ხმამაღალი, რა თქმა უნდა, აიატოლა, დღეს ახლა ხომეინი, რომელიც მართავს, სხვა არავინ არ ყავდათ. ამიტომ ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. სასულიერო პირები ვერ მართავენ სახელმწიფოს, ასე დიდ სახელმწიფოს როგორც ირანია და შესაბამისად კრიზისში ამაში, ანუ ჯერ საჭირო არის ირანელი ხალხი ჩამოყალიბდეს რა უნდა მათ, არ უნდათ მუსლიმური ქვია მართლობა ეს ერთია. ამას მოყვება მეორე ძალიან დიდი სტრუქტურა, რომელიც ამდენხანს არ ყოფილა ირანში. ეს არის ეს რუსული აბრევიატურა ქსირი, ანუ კორპუსი ამ მუსლიმის ისლამის დამცველთა ქვია კორპუსი, რომელიც შექმნა სპეციალურად აი ამ სასულიერო პირებმა, იმიტომ რომ შახი თავდადიაკვნე ჩამოვარდა, იმიტომ რომ მას ჯარი განუდგა. ამიტომ შექმნეს ერთგული ჯარი. ეს ქსირი არც წასვლას არ აპირებს. ძალიან ძლიერი სტრუქტურაა. ამიტომ ყველაფერი ერთად ისლამ მუსლიმები, ანუ მულები ცალკე, ეს ქსირი ცალკე. საკმაოდ ესეთი ჯერ კიდე გაურკვევალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩართულობა შახისა, შახი არა, ჯერ კიდე შახის მემკვიდრეა ქვია, მემკვიდრეა, მაგრამ ყველა შახს ეძახის მას რეზე ფეხლევის, მაგრამ მისი გავლენები რამდენად შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა ვიყავ, ძალიან რთულ ვითარებაში ჯერ კიდე ჩანს და ის თავარი მომენტი, არანაკლები და თავარი რომ დღემდე არ ჩაურთავთ ინტერნეტი. ინტერნეტს დიდი სიამოვნებით ჩართავდნენ, რომ წესრიგი იყოს, რომ წესრიგი დაამყარონ. ის რომ ინტერნეტი არ ირთვება დღემდე და სოფლიოს ვერ ეუბნებიან არსებულ რეალობას, მეტყველებს რომ ძალიან ღრმა კრიზისია და ჯერ კიდე მიმდინარეობს აი ეს ხოცლა-ჟვეტლა, რაც თქვენ ახლა ასე აღწერეთ. ანუ ამ წუთშიც კი აი ამ ფონზე რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ ისეთი შეიძლება ფილიგრანული და თქვათ ასე ქირურგიული ჩარევით, რაც გააკეთა მან ვენესუელაში. აი საკმაოდ მაღლა აწეული თამასა. ნეიტრალიზაცია გამოახდინოს აიატოლა ხომეინეისი, მეჭვემპარება რომ ამით გამოსავალი იქნას. ზუსტად ამაზე მიუთითებენ მას მე წეღანაც გაუსვი ხაზი და ეხაც ვიტყვი, არაერთ საერთაშორისო მედია, კონკრეტულად CNN-ს ჰქონდა ასევე წერილობით ამ საკითხზე სტატია, რა კითხვებს უნდა უპასუხოს ტრამპმა იქამდე, ვიდრე გადაწყვეტს ამ ოპერაციის დაწყებას კონკრეტულად და მას ასევე შეახსენებენ ანალიტიკოსები, რომ ეს არ არის ვენესუელას ანალოგი და აქედან გამომდინარე ტრამპისთვის თან ასევე არ არის თავსებადი ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შესაძლოა წარუმატებლობისთვის იყოს განწირული, ხო? თავად მისი მიდგომები ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რომ მას უყვარს ამ გამარჯვებების ჩათვლა მის ანგარიშზე, მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი არც ისე მარტივია მისი განცხადებიდან ქმედებებამდე. დახმარება გზაშია, ის არის აი ამ მაღალი თამასის მქონე განცხადების ავტორი დღეს. ეხლა ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ თვითმფრინავები და რაკეტები ძალიან სწრაფად აფრინავენ. გზაში არ ჭირდება დათვლა. ერთადერთი რაც გზაში ნელა მოძრაობს, ეს არის გემები, სამხედრო გემები. ანუ მე ესე წავიკითხ, რომ დახმარება გზაშია, სადღაც ხმელთაშუა ზღვიდან რაღაც გარკვეული მიმართულებებიდან სპარსეთის ყურისაკენ მიმართება რაღაც შედარებით დამატებითი სამხედრო შენერთები. მე ასე გავიგე გზაშია. სხვანაირად და თუ ეს სამხედრო შეჭრა
მე ჭვემპარება რომ სახმელეთო შეჭრამ შედეგი გამოიღოს. ერთადერთი უნდა იყოს აი ძალიან წერტილოვანი ეფექტური დარტყმები. მაგრამ იქ რამდენად გათვლილი იქნება ეს ისე და ისევ. რაკეტით შეიძლება გაანადგურო ბირთვული პროგრამა და სწორიცაა და მისი მიზანი მკაფიო შედეგი შეიძლება იყოს. მაგალითად, სიღრმეში, ბუნკერებში გაანადგურო რაღაცა საინჟინრო ნაგებობა. მაგრამ რა შეიძლება რაკეტით გაანადგურო საზოგადოებაში? და დაიხოცოს რაღაც რაოდენობის ადამიანებისა, როგორც წესი, ლიდერების სიტყვაზე. და სწორი გათვლა, მე გამიხარდება თქვენ ეთერში ვაღიარებ, რა კარგი ოპერაცია იყო, თუ ეს მოხდა, მაგრამ ჩემი აზრით, ამან შეიძლება შეკრას ის მეორე ნაწილი, რომელიც არანაკლებია თუ არა მეტი. ეს მართლმორწმუნე მუსლიმები, ეს ქვია ძალოვანი სტრუქტურები, ანუ ძალიან ანუ არც ერთი ჯერჯერობით არ ჩას არანაირად ინფორმაცია არა ინტერნეტი არა და ძნელიცაა გავიგოთ შეიძლება ხდება კიდევაც, მაგრამ არ ჩანს აი ქსირიდან, აი კორპუსი, ანუ ისლამის დამცველთა კორპუსიდან ვინმე გადმოსულიყოს. არმიაში სახურობენ აი ოჯახის ბიჭები, შვილები, ესენი არიან წვევამდელები და არმიას არ ცენდობა დღეს უკვე სასულიერო პირები. მათი მთავარი საყრდენი არის ეს ქსირი უკაცრავად. ბატონო, ეხლა აი ჩვენთვის რა მხრივ არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო ის მოვლენები, რომელიც ეხლა ვითარდება ირანში, მთავარი ყოველთვის არის ადამიანი, მისი დაცული უფლება, პირველ რიგში სიცოცხლის უფლება, კრიტიკულია როგორც ყველა ამბობს რომ შეწყდეს ეს პროცესი, მაგრამ აი რა არის საყურადღებო რეგიონული მოვლენების თვალსაზრისით ამ პროცესში? ასევე ჩვენ ვიცნობთ ხო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ამა თუ იმ განცხადებას ამ პროცესის მიმართ და ასე შემდეგ. აი ამ ჩვენ ჭრილზე რის თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად. ჩვენ სამწუხაროდ ისეთ სეგმენტებში ჩავდივართ საშინელ ანტისახელმწიფო ნაბიჯებს გავთ ქართულ ოცნება ევროკავშირის მიმართებაში, ნატოს მიმართებაში, რომ ირანთან არასწორი ნაბიჯი აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს ამას შედარებით. მიუხედავად ამისა, ირანში მიმდინარე პროცესები გრძელვადიანად საქართველოსთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ყველაზე საშინელი ეპიზოდი, წელიწადი არ გავა, 3-4 წელიწადი არ გავა, რომ ირანში არ იყოს ფართომასშტაბიანი გამოსვლები საშინელი მსხვერპლით პრაქტიკულად. მაგრამ ესეთი ყველა ამბობს და მეც ამას ვხედავ, რომ არ ყოფილა არასდროს. ექსტენციალურ გამოწვევა არ ყოფილა არასდროს. ამიტომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს და რეჟიმმა რომ ჩაახშოს საშინელ სისხლში და ხალხის სახლში დაბრუნდეს, მათ მოუწევთ რეფორმების ჩატარება. აუცილებლად. იმიტომ რომ აშკარად დაინახეს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ძულს დღევანდელი სისტემა მართლობისა. ამას ემატება აეტოლა ხომეინეის ხნოვანება. და ის წამსვლელია უახლოეს წლებში. შესაბამისად, უკვე ლაპარაკია დიდი ხანია ირანში, ვინ შეიძლება ჩაენაცვლოს აეტოლა ხომეინეის და როგორც წესი მის ვაჟზე ლაპარაკი და ეს იწვევს კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას. მონარქიად შეიძლება ჩამოყალიბდეს, ამიტომ ალბათ ეს გამოითიშება. ანუ სხვადასხვა პრეზიდენტის კომენტარიც იყო დღეს და ის ამბობდა, რომ აი ეს ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება ამ ხალხის წუხილის ეკონომიკურ საკითხებზე რომ მოგვესმინაო თავის დროზე აქამდე არ მივიდოდა საქმე, მაგრამ ეხლა ამ ჭრილ საერთოდ გაცდენილია, ხო? ათასობით დაღუპულ ადამიანზეა ლაპარაკი. დაანონსებულ გამოცხადებული მასობრივი სიკვდილით დასჯაზე და აი ეხლა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი ისევე როგორც მე ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია საერთაშორისო წყაროებს ასე თქვა ჩაიძიოს აი სულტანისთან დაკავშირებით ამ ბიჭთან 26 წლის ირანელ ბიჭთან დაკავშირებით არ ვიცით ზუსტად როგორ არის განვითარებული მოვლენები და რა მოხდა მასთან დაკავშირებით რეფორმები ან შახი ჩამოდის და უცებ ხდება რესპუბლიკა და შახი გარდამავალი პერიოდი იქნება და ალბათ დათმობს მე მმართველობას და ხელშეუწყობს რესპუბლიკას და ირანი უართ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე, ირანი დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს ისრაელთან. შეიძლება არ დამეგობრდნენ მეორე დღესვე, მაგრამ აღიარებენ ერთმანეთს და დაიწყება შიდა რეფორმები და სასულიერო მმართველობა უკან დაიხევს და გადასცემს მმართველობას საერო მმართველობას და პრეზიდენტი იქნება, პარლამენტი იქნება, მთავრობა იქნება. ეს აუცილებელი ღონისძიებებს განახორციელებს ან შახი ან მათ მოუწევს განახორციელონ დღეს აი ამ ფორმით. უკან დაღწიონ სასულიერო მმართველობა და წინ წამოუწევენ მეტუფლებები მისცენ პარლამენტს, მეტუფლებები მისცენ თუკი აი რეფორმატორ ამ ფიგურას. პეშეზკიანმა პრაქტიკულად ძალიან გაიფუჭა სახელი, პრაქტიკულად ვეღარ ქაჩავს აი ამ რეფორმატორის სახელს და ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუ ესენი დარჩნენ.
ჯობია არ დარჩნენ, მაგრამ თუ ესენ დარჩენ რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და ახალი პრეზიდენტი იყოს რეფორმატორებიდან და იქნებ მან რეალური ნამდვილი რეფორმები დაიწყოს, ამავე დროს ვიდრე რელიგიური მართველები მართავენ ირანს, არაფერი სიტუაციას არ ეშველება. კარგი. ეხლა ჩვენ დავუბრუნდებით მაყურებელსაც მინდა კიდევ უთხრა ამ მოლოდინს და იმ სურათს, რომელიც არის, მათ შორის მთავარ მოლოდინს, რომელიც ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკავშირდება. სხვათა შორის დღეს იქ მნიშვნელოვანი დღეა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით. ტელეგრამ არხებზე საერთაშორისო მედიები ერთმანეთის მიყოლებით წერენ გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ და იმედია იქნება მომავალში შესაძლებლობა რომ ამ თემასაც დეტალურად შევეხოთ, რადგან ის მნიშვნელოვანია სხვა დროს, მაგრამ იქამდე ბატონო პატა ერთი საკითხი მინდა თქვენ ახსენეთ ევროკავშირთან მიმართებით ქართული ოცნების პოლიტიკა. დღეს ცოტა სხვა ტიპის განცხადება მოისმინა საზოგადოებამ აბუ-დაბიში კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი და ამ გზაზე ვდგავართო ჩვენ. აი რა იყო ეს, როგორ ფიქრობთ? აი რამდენიმე ვერსიაზე ვსაუბრობდით დღის განმავლობაში, სხვა შორის ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, კობახიძე ამბობს, რომ მისი კომენტარი იყო, რომ საემიროების პრეზიდენტმა გვითქვა სრული მხარდაჭერა და დღეს ბალანსეც ვლაპარაკობდით, რომ ქართული ოცნება და ამ შემთხვევაში კობახიძე აი იმ გარკვეულწილად იზოლაციის პირობებში არის ბალანსის ძიებაში, ხო? და ცხადია, მას ეკონომიკური სტაბილურობა ამ პროცესში სჭირდება და ამ წყაროს ხედავს ის არაბულ სამყაროში, მაგრამ მათაც სჭირდებათ გზავნილების მიღება საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, ანუ ისე არ შემოვა ფული თუ ინვესტორს არ აქვს გარანტია, რომ აქ ევროპული გზა არ შეცვლილა, როგორ ფიქრობთ, აი რას ემსახურებოდა? პრორუსული საქართველო. საქართველოს რუსეთს კი მიდის, ამაში ორი აზრი არ არსებობს ჩვენთან მაინც. ჩვენ მაინც გვესმის, საით მიდის საქართველო. ანუ რუსეთის ორბიტა ყველაზე კომფორტული არის ქართული ოცნებისთვის. არა ევროპა, არა ნატო, კაფეოდაც ცალსახად რუსულ ორბიტაზე გვტოვებს. მაგრამ არაბებს არ უნდა რუსეთის მოკავშირე გახდეს მათი თუ შეიძლება ასე ითქვას წევრი რაღაც გარკვეული ეს არ არის პროგნოზირებადი მომავალი. რა თქმა უნდა, მაშინ შენ თუ დამოუკიდებელი ფიგურა არ ახარ და შენაც ყოც რუსეთზე ხარ მებული, მაშინ მე რუსეთს დაველაპარაკები, შენი გუბერნია საქართველოში რა ხდება? მოსკოვს დაველაპარაკები, რაღაცა გელაპარაკები შენ. მას კობახიძე ამით მათ უმტკიცებს, რომ ევროპაში მივდივართ. ასე არ გეგონოთ. ესე არ არის. ამიტომ ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია, რიტორიკა, არაფერი რეალობასთან არ აქვს და ამიტომ რომ მათი ბოლო განცხადება პაპუაშვილს მოусვინო რა და ყოველდღე ანუ არ ეზარება ადამიანს ვენესუელა და ევროკავშირის წევრი არაა და არაფერი საერთო ვენესუელას ევროკავშირთან არ აქვს. იქაც კი ამერიკა არ ახსენა და ევროპელები ევროკავშირს გადაუვარა. ანუ ყველგან ევროკავშირი ელანდებათ მათ უარყოფილ კონტექსტში. ამიტომ არანაირი შანსი. მაგრამ აი ევროკავშირზე ხო იცით ანუ როგორ ხდება მათ მიერ ამ ფაქტის აღწერა, რომ ისინი ერჩიან ამ ბიუროკრატიას, ანუ იმას ანუ ასე აღწერენ, თქვათ დიდი მასებისთვის, რომ აი კონკრეტულად რაღაც ეს ჯგუფი არის პრობლემა, მაგრამ აქ ისმის კითხვა, აი სულ რომ რაღაც გარკვეულწრულებას ელოდებოდნენ მომავალში, იქნება თუ არა ის გზა თავსებადი, რაც აქვს არჩეული ხელისუფლებას ადამიანის უფლებების კუთხით პირველ რიგში, თქვათ ნებისმიერი შემდეგი პირისთვის, ხო ეხლა რაღაცა კალასი წავიდეს ისმოდა რაღაც მოთხოვნები კალასი მოვიდა. სხვა პირის მხრიდან. მოვიდა, როცა ქართული ოცნება აი ფორმით როგორც მოვიდა 20 წლიდან იწყება და 20 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის ბიუროკრატია შეიცვალა. ჩატარდა იქ არჩევნები, მოვიდა ახალი პარლამენტი, მოვიდა ახალი თუ შეიძლება ასე ითქვას, თავრობა ევროპის და ყველაფერი შეიცვალა. ფონ დერ ლაიენი დარჩა და ამიტომ იქნება შაბედეთ კონსერვატივებია და თან შეიცვალა ევროპა. უკაცრავად, მაშინაც ასე ლანძღავდნენ. ზუსტად აი ამ თავრობამ და ამ ხელისუფლებამდე უფრო ადრე არსებულ ევროკავშირს ლანძღავდა. შარლ მიშელი დაგვავიწყდეს გვარდასახელი. სამჯერ იყო ჩამოსული საქართველოში და ლანძღავდა და რაც არ შემოვიდა, გადაახიეს თავზე ის შეთანხმება, ხო? სადაა შარლ მიშელი? ჩაბარდა ის ისტორია, ის ევროპა ჩაბარდა. ეს სხვა ის ევროპა არა. როგორც იმას ლანძღავდნენ, ის ლანძღავენ ამას. ასე ლანძღავენ შემდეგ ევროპასაც თუ შერჩნენ ხელისუფლებაში და კიდე განაგრძეს ისე მოხდა რომ ანუ ძალაუფლების შენარჩუნების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, ხო ეს საკითხი თავსებადობას. მოკავშირეების კი მე გეთახმებით რომ დაბალანსი უნდა და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მათ როცა რაც გარანტირებული რუსეთის ზურგი უფრო იოლად ელაპარაკებენ არაბებს, ჩინელს. მათ მართლა უნდა დააბალანსონ და ბოლომდე რუსეთის კმაყოფაზე არ იყვნენ, რა თქმა უნდა, და უნდათ რომ არაბული და ჩინური, თქვათ ასე, ქვია, ბალანსებიც კონდეს, ახაც ხელქვეს რომ რაღაცა თუ დაჭირდებათ რომ იმას ყინულზე რომ მოძრობს ადამიანი და ერთ ყინულს უარენდობა, მარტო და ორ ყინულზე რო დგება. მესამე ზოგადად მადლობა. მომენტია.
მადლობა, არ გემშვიდობებით, დაგიბრუნდებით ბოლოს კიდევ ერთი კითხვა მექნება თქვენთან. იქამდე ხატია სამხარაძე შეგვიძლია რომ ჩავთოთ ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციიდან, რა ვითარება არის იქ, ხატია მოგვიყვება ამაზე უფრო მეც. გითხარით კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარიაშვილი იმყოფება ჩემთან ერთად სტუდიაში. ბატონო პაატა, სხვა საკითხზე მინდოდა მეკითხა, მაგრამ მაინც მინდა რომ ისევე ამ თემაზე გავაგრძელოთ, რადგან ეს საათები, როგორც ყველა მედია საშუალება წერს, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ რეჟიმს, არ აღასრულოს ის რაც ითქვა, ის შემზარავი ანონსი, რომ მსოფლიო ნახავს სიკვდილით მასობრივ დასჯას და რამდენიმე 1000 ადამიანზეა ხო ამ მონაცემით ლაპარაკი, იმიტომ რომ 18000-ზე მეტია დაკავებული და ამაზე საუბრობენ სწორედ საერთაშორისო წყაროები. ეხლა ვკითხულობდი რომ BBC-ს, ანუ იქამდე როიტერი იტყობინებოდა, BBC-ს უკვე CBS-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკა ამცირებს პერსონალის რაოდენობას კატარში მიმდინარე საჰაერო ბაზაზე, რასაც ოფიციალური პირები პრევენციულ ზომას უწოდებენ. ჩვენ ლაპარაკობდით იმაზე თუ რა შეიძლება გახდეს ამ გადაწყვეტილების საფუძველი, იმხმაურიანი თქვა ანონსის საფუძველზე, ასევე რომელიც ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს დახმარება არის გზაში. აი როგორ ფიქრობთ, ეს ცნობებიც, აი ბაზაზე ადამიანების რაოდენობის შემცირება, ასევე გაფრთხილება, ეს შეიძლება იყოს ამ რეჟიმის გეგმების თქვა შემაფერხებელი და პრევენციული ნიშნით შეიძლება იმ კონდეს გავლენა ამ პროცესზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, მინდა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ეძებს ამ ინფორმაციას ინტერნეტში, სოლტანთან დაკავშირებით, რა მოხდა, ჩვენ არ ვიცით, ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაციის გავრცელება შეუძლებელია. საუბარია 26 წლის ირანელ ბიჭზე, რომლის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სასამართლომ ფორმალურად გამოიტანა და სხვებს არ ვიცნობთ, თორე იგივენაირად გაშუქდებოდა. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი თითოეულ იმ პირთან დაკავშირებით, რომელსაც ეს სასტიკი რეჟიმი თქვა უპირებს ჩამოხრჩობას დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ეს არის ადგილზე ერთ-ერთი მეთოდი სწორედ. ჩამოხრჩობა, ეს ჩოლობრივი ამბავია ირანში. ანუ ჩამოხრჩობის სიკვდილის დასჯა, ეს არის ჩოლობრივი ამბავი. ოღონდ ჟიან სასტიკ დამნაშავეებს. და ეს საჯაროდ ხდება ხოლმე, მოედანზე გამოიტანენ წესს აქვია სახრჩობელას და ჩამოახრჩობენ, გამოაცხადებენ და საჯაროობიდან გამომდინარე თავისი წესია. ბუთ ეს კეისები არის ამორალური, იმიტომ რომ სასამართლოები რეალურად არ ჩატარებულა. არც ისეთიც კი, რომელიც ტარდება, სხვა თვეები ტარდება ხოლმე, როგორც ჰომოსექსუალისტებს ახრჩობენ, ნარკოტიკებით მოვაჭრეებს და არის ბევრი ესეთი, ანუ ირანში სიკვდილის დასჯა ჩოლობრივი ამბავია. იმდან ჩოლობრივი ამბავი როცა ვამბობთ, როგორც წესი ეს არის ჩამოხრჩობით. ეს ფაქტები არის სწორედ რომ ადამიანს არაფერი მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი და აქციაზე იყვნენ და სასამართლო არ ჩატარებულა, ადვოკატი არ ყოლია და ეს არის სწორედ ყველაზე უფრო შემოწუნებელი და ესეთები შეიძლება იყოს 1000-ობით გაკეთდეს. ეს ხდება აშკარად რატომ? იმიტომ რომ როგორც წესი ტელევიზიით შუათად გადასცემენ ჩამოხრჩობას როგორც წესი, მაგრამ საჯარო არის მოედანზე აკეთებენ ამას. მაგრამ საჩვენებელი ფაქტით შეიძლება იყოს ეს ეხლა ვითარება. შიში ზარი რო შემოიტანო, თავზადამცემი რო იყოს ყველასთვის, რომ მე არაფერი არ დამიშავებია, გავედი აქციაზე და შეიძლება ჩავმარჩო, რა თქმა უნდა, ეს მოხდება, ამას ექნება პრევენციული ზომა ექნება და მშობლები აღარ გაუშვებენ თავის შვილებს, თვითონაც არ წავლენ, შვილებსაც არ გაუშვებენ აქციებზე. ეს ეფექტია, რა თქმა უნდა, პირველად ჩადებული და არ გამოურცხავრო 1-2 სამწუხაროდ მაინც გაანახორციელონ და ამით მე დაიწყო ვაჭრობა ამერიკასთან. რომ დაგვანა როგორც ლუკაშენკო ვაჭრობს მაგალითად და ასე შემდეგ, რომ დაგვანებეთ თავი, მზათავართ მოდივართ მოლაპარაკებებზე, დაანებეთ ჩვენი რეჟიმის ჩამოშლას თავი, მზათავართ რომ უკან დავიხიოთ და რაღაცნაირად გამოუშვათ ადამიანები ციხეებიდან, მაგრამ რეჟიმს თავი დაანებეთ. არ გამოურცხავრო ამ საზარელი მეთოდებით, როგორც ჩვენთა ხელისუფლება საზარელი მეთოდებით არა, მაგრამ ციხეში რაც უფრო მეტი ადამიანი ეყოლება ქართულ ოცნებას, მით უფრო ეფექტურად გონია რომ ევაჭრება დასავლეთს და ლეგიტიმაციას თუ შეიძლება ასე ითქვას, უნდა გამოსტყუოს ხელი ჩამოართვა ასე შემდეგ. უფრო საშინელი ფორმებით, ვიდრე ქართულ ოცნება, ცდილობს ასე ქვია ირანის რეჟიმი, რომ აიძულოს ევროპა და ამერიკა გადადგან ნაბიჯი უკან და დაიწყონ მასთან მოლაპარაკება როგორც რეჟიმთან, არა როგორც ჩამოსაშლელად, არამედ როგორც შესარჩუნებლად და გარკვეული რეფორმების გასატარებლად. იმიტომ რომ ჩამოხრჩობა დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება, ეს გამოიწვევს ერთი მხრივ შეშინებას
და უფრო მეტად თამამ ადამიანებს პირიქით ქუჩაში გამოიყვანს და კიდევ მეტად რომ შიიტური ფილოსოფია, სხვანაირი ფილოსოფია თქვენ ალბათ მიაქცევთ ხოლმე ზოგჯერ ყურადღებას, როცა მათი წმინდანების დაღუპვის დღეს გამოდიან ირანელები და თავს იზიანებენ შახსევახში, ესა ქვია, თავს ჯაჭვებით მაგალითად სხეულს იზიანებენ, სისხლი, ანუ თავგანწირვა ირანელების კულტურის ნაწილია, შიიტების კულტურის ნაწილია. ადამიანი, რომელიც სიკვდილზე მიდის დღეს ირანში, ის აი ამ ირანულ კულტურის თუ შეიძლება ასე ითქვას ნაწილი ხდება და მანიც ის რას აკეთებს ამ თავგანწირულობა ირანელებისთვის ძალიან დამახასიათებელია. მათი იდენტობის ნაწილია, გარკვეული იდენტობის ნაწილია. იდენტობის ნაწილია კი ბატონო და შესაბამისად ამას ვერ გააჩერებენ ირანელებმა კარგად იციან თავისი სისხლი და ხორცნი არიან რომ მათ სკოლიდან ასწავლიან ბავშვებიდან ასწავლიან თავგანწირვას და ისინი თავისუფლებისთვის მზად არიან თავი გაწირონ. ამიტომ ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში შევა რეჟიმი თავის ხალხთან, ამიტომ მე მგონი რომ რეჟიმის სპეკულაციურად ამძაფრებს ვითარებას სავაჭროდ, რათა დარწმუნებულია შეიძლება თავისავში რომ ძლიერ ამ პირიქით სუსტია და ცდილობს გაყიდოს თავის როგორც ძლიერი და აიძულოს ამერიკა პირველ რიგში დაანებოს თავი რეჟიმის დასჯის მიმართულებით და დაიწყონ მოლაპარაკებები რაღაც გარკვეულ პირობებს. ის კი არა და ბირთვული არახსნეს მოინდომეს პროგრამაზე მოინდომეს ლაპარაკი ტრამპმა გააჩერა უბრალოდ ახლა ამ ბოლო პერიოდში ეს ყველა. კი ბატონო, დიდი მადლობა. ხო, ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ახლა გაბედავს თუ არა ადგილზე რეჟიმი იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც აქვს დაანონსებული ხო ტრამპის ღია მუქარის გათვალისწინებით, ალბათ ეს გზავნილი პირველ რიგში ამას შეეხებოდა, რომ ამის პრევენცია მოხდეს, რომ არც ერთი ადამიანი აი იზოლაციის პირობებში არ იყოს ადგილზე სიკვდილით დასჯილი. გადადეს და მოსამართლე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს ეს ჩამოხრჩობა, ეს შეიძლება ჩამოხრჩობა მისჯილი აქვს უბრალოდ. კი, ხო, სასამართლო შეუძლია ესე უბრალოდ აქ აღსრულებაზე იყო საუბარი. გადადოს, ეს იქნება ნიშანი, რომ აღსრულდებოდა და ოჯახმა იცოდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო დღეს სამწუხაროდ დაზუსტებული ცნობები ჯერჯერობით ამაზე არ გვაქვს. მადლობა. საღამო არის და შესაბამისად შეიძლება მოხდა კიდევაც ეს არ ვიცით ამ წუთში. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ბატონო პაატა ზაქარიაშვილი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში როგორც